თქვენთვის ცნობილ 20 ქართულ იუთუბერს ვკითხეთ თუ რა იყო მათი ფობია. ზოგიერთმა მითხრა ძალიან უცნაური რაღაცა, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, აგიხსნით რა არის ფობია. ფობია ნიშნავს ძლიერ ირაციონალურ შიშს, რომელიც კონკრეტულ საგანზე, სიტუაციაზე ან ადამიანზე არის მიბმული. ხშირად ეს შიში არ შეესაბამება რაიმე საფრთხეს, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი მაინც დაცვით რეჟიმში გადადის. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ, ვიღაცა შეიძლება ქონდეს სიმაღლის შიში და ეს არის ნორმალური. მაგრამ თუ ლიფტშიც პანიკა ეწყო და 15 სართულზე ფეხით ადის იმის გამო, რომ ლიფტში არ შევიდეს, ეს უკვე ფობიაა. სადაც ლიფტი ვახსენე, იქვე ყავს ქორო. მახსოვს მაფიის ფინალზე სიცილიაზე იყო წასულები, ყველა ქოროს უღებდა ვიდეოებს, როგორ ეშინოდა საბაგიროში ყოფნის. და ხო ბასტომაც ჩაუშვა ლიფტის შიში აქვს. კალას აქვს ძალიან საინტერესო ფობია, რომელიც ერთ ფობიას არ მოიაზრებს იდეაში. ეშინია წყალში დიდი არარსებული არსებების. ანუ ახლა კაიაზე რა ვთქვი, ანუ წყალში როცა არის სიღრმეში, მას გონია რომ ქვევით რაღაცა დიდი დაცურავს, რაც არ არსებობს ხშირ შემთხვევაში. აქვს პარანოია იდეაში. აქვს თალასოფობია, რომელიც მოიაზრებს სიღრმის შიშს, ამას ემატეო მეგალოფობია, რომელიც მოიაზრებს დიდ არსებებს და ზევიდან პარანოია. ანუ ტიპს აქვს სამი გაერთიანებული რაღაც ერთ ფობიაში. ასე რომ კალა თუ სიღრმეში ნახეთ, ფარტხალი დაიწყო. დანაისროთ სულ არ იცის. უბრალოდ ქვევით რაღაცების ეშინია. და სხვათა შორის ჩემი ფობია არის მეგალოფობია. ძალიან მეშინია დიდი ობიექტების. ახლა ვიღაცა არ დამიწეროს კომენტარებში, შეჩები უნდა ნახო. დიდი ობიექტების მეშინია რა. აი მაგალითად, ყველაზე მეტად მეშინია გემების. წარმოიდგინე რომ გახარ პორტში და უყურებ და უზარმაზარი რაღაც ძალიან დიდი გემი არის რა და შენ მასთან შედარებით რაღაც უსუსური არსება ხარ რა. აი ეგეთი რაღაცებს არ მეშინია შორს რო ზღვაში გემი მოჩანს და ამ ხელაზე რომ მოჩანს და რო იცი რომ შენთან რო იდგეს ამ ხელა მასიური რაღაცა იქნება რა. ეგეთი რაღაცებს მეშინია. ანუ ეს ფოტოები ნახე პროსტა აი ძალიან საზიზღრობა არის. აი ძალიან საზიზღრება შეგრძნება მაგ ამას რო ჰიტას აქვს საუკეთესო შიში. ჰიტას ეშინია არც მეტი არც ნაკლები ლოკოკინების. ამას ქვია მოლუსკოფობია და სანამ არ დავსერჩავდი, ანუ სანამ ჰიტას არ ვკითხავდი რომ რის ფობია ქონა და ლოკოკინების რომ მითხრა, სანამ არ დავსერჩე, მეგონა რომ ერთ-ერთი ადამიანი. თურმე ხალხი მართლა არსებობს, ვისაც ლოკოკინების ეშინია, ნიჟარიანი არსებების. აი მე გემების მეშინია, უბრალოდ დიდი ობიექტები, ასე რომ მე არ შემიძლია არავის განსჭა. მით უმეტეს ჰიტას, იმიტომ რომ ჰიტა მიყვარს. როგორ აკეთებს? ერთი ორი რა თქმა უნდა გამოერევა სიგმა ბოები ორმა იუთუბერმა, კერძოდ ვაჟა ბასტო მესიმ და გიგი ხათამაძემ მითხრეს რომ ფობიები არ გააჩნიათ. ესენი არიან სიგმა ბიჭები, ესენი ჩვენს ზევითგანა კაცობრიობას ზევიდან უყურებენ. ესენი აკონტროლებენ მედიებს. ფობიას აქვს ბასტო და არა ბასტოს აქვს ფობია და პირიქით. ფობიას აქვს გიგი და არა გიგის ფობია. ასე რომ კომენტარებში დაუწერეთ ბასტო და გიგი ნუ კაცობთ, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც სიღრმისეული ფობია მაინც არ ქონდეს. როდესაც ჯერი მიდგა კაკოზე და ვკითხე რა ფობია ქონდა, მან მითხრა რომ მაიმუნ კაკოსო ვერ გადავასწრო გამომწერებში. როგორც მითხრა, მოდი ისე აგიხსნით მეც. ადაობით მითხრა და მეც გეტყვით რომ ეს არის ატიკოფობია. მაშინ მოდი ესე დავაკავშიროთ. ატიკოფობია არის წარუმატებლობის შიში, მაგრამ არ ემთხვევა კაკოს. ანუ კაკომ რა თქმა უნდა გადავით მითხრა, მაგრამ ატიკოფობია ზოგადად რა არის რო გითხრათ. ატიკოფობია არის წარუმატებლობის შიში, ანუ რაღაცა რო გააკეთო და ჩაფლავდე. და ამ ძაფრი შიშის გამო ხშირად ადამიანები უარს ამბობენ რაღაცაზე. რაღაც საქმეს შუაში ტოვებენ, რაღაც საქმემდე არ მიდიან ბოლომდე. არ დგამენ იმ ნაბიჯებსაც საჭირო არის იმ საქმის გასაკეთებლად. იმიტომ რომ თავიდანვე ის მენტალიტეტი აქვს, რომ ჩავფლავდები და არ მინდა რომ ჩავფლავდე საერთოდ. მაგრამ კაკოზე ამას ვერ იტყვი, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანმა რომ მაიმუნს გადაასწროს. ასე რომ თუ არ იცოდი ახლა აი მე ქსესუსას აქვს ყველაზე ხადაობა შიშები. აი ვერ ჯერა. ქსესუსა მომწერა ასეთი რაღაცა. რისი ფობია გაქვს მეთქო? ორი რაღაცის ფობია მაქვს. ეს არის ერთ-ერთი არის ზღვის ქვიშა და ოკეანის ქვიშა. ანუ ზღვაზე რო ქვიშა, მაგაზე გული ვივდისო. სულად ხვდებიო, აი რაღაცები მემართებაო. მეთქი რას მებაზრება ეს კაცი? მეთქი რა ზღვის ქვიშის შიში რატო უნდა კონდეს ადამიანს და თურმე ამ ყველაფერს ქვია ამოფობია. ქვიშის შიში. ანუ არსებობს. არ მოიდგინე. ანუ ყველაფრის შიში არსებობს ესე იგი. ამ შიშს ახსნა აქ ისეთი რომ ადამიანს ქვეცნობიერად ჯერა რომ მან ჩაიძირება ამ ქვიშაში. ან რაიმე ხრელის მეშვეობით, ირის, ხვირის, ყურის, ან ნებისმიერი სხვა ხრელის მეშვეობით მოხდება შენს ორგანიზმში და გამოიწვევს ძალიან ბევრ ცუდ რაღაცა. და ქვეცნობიერად ადამიანს ეშინია და საფრთხე დაღიქვავს ქვიშას. აი ეს ჭირს ქსესუსას. ასე რომ ზღვაზე ქსესუსას ვერ ნახავთ, სადაც ქვიშა არის. ანუ ურეკში ვერ ნახავთ, ანაკლიაში ვერ ნახავთ და ბევრი სადღაც სადაც ქვიშიანი სანაპიროებია, ქსესუსას ვერ დაიჭერთ მან. და ქსესუსას მეორე შიშიც აქვს. აუ ქსესუს მიყვარხარ. არდის კონკრეტული მატერიალის შიში აქვს.
ვერ შევეხებიო ფარდასო ეგ მატერიალი. რა თქმა უნდა, ეგეც დავსერჩი და ტექსტოფობია ყოფილა ეგ. ანუ რაღაც კონკრეტული მატერიალები არ მოსწონს ადამიანებს და მე რო გადავხედე, ანუ ეს უბრალოდ ფარდაზე გავამახვილე ყურადღება რა, ანუ ქსენსუსაც რომ ფარდა არის ძალიან გადავა რომ ფარდას ვერ გადაწერს. როებრე, აუ ქსენსუს მიდია ფარდა გეძა. არა, ვერ შევეხები ამ ფარდას. მე მაგ ეგრე მაისურებს რომელი ის არ მიყვარს, რომელიღაც მატერიალი არ მიყვარს ძალიან. აი ანზე რომ ეხება უკვე ცუდად ხვდები რა. და არ მახსოვს რომელი მატერიალი არის სამწუხაროდ, მაპატიეთ. აი ესეთები მეწყება რა. კანზე რომ ხვდება მაგ მატერიალის მაისური. ფარდა ძალიან მაგარია. ქსენსუს მიყვარხარ გული. სოსოს მოგზაურ კაცს, ხრამთას იქით გადასულ და გადმოსულ ადამიანს, ყველაფერ გამოცდილ ადამიანს აქვს დაივინგის შიში. ანუ წყალში ყვინთვის შიში. აგას რამდენიმე ფობია ერთიანდება, მაგრამ ჩემი აზრით აი ასეთ ადგილზე მეც გამიჩნდებოდა მაგის შიში. სოსოს ვერ მხრობ. რატო ემხრობი ახლა ნახე. ნებისმიერი თევზის შიში მაქვს. ანუ ზღვაში რო თევზი ან რაღაცა შემეხო, სასაც ვერ ვხედავ. აი რაღაცა პანიკა მეწყება რა, რომ აი ხო არის ის ჭამელი დამწყმელი ხიპიანი კაცი დგას და პატარ ლიფსიტა რო შემეხოს, ეგრევე მეწყება ცივილი. რო ჩავყმინთო და ეს ყველაფერი ჩემი თვალებით დავინახო რა ხდება ზღვის ქვეშ, ოკეანის ქვეშ, რაღაც შეიძლება გავგიჟდე. და კიდე ის შიში მაქვს, რომ ტბაში ან რაღაცა ეგეთებში თუ ფეხსაცმელი არ მეცვა, ან რაღაცა ეგეთი ვერ შევალ რა, იმიტომ რომ გონია რომ ხო იცი ნაგავს რო ყრიან, ან დანა იქნება, ან რაღაცა ბას შეიძლება იყოს და გამეჭას ფეხი და ერთი ამბები ჩირქები და ინფექციები და რაღაცა ჟანგიანი შემესობა. გონია ყოველთვის ფეხში ეს პარანოია მაქვს მე კიდე. ტეტრისის ბიჭებს არ შეეხებათ. გაბანას აქვს ძალიან პრიმიტიული შიში, გველების, ჩვეულებრივია და ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ გველი შიში ძალიან ბევრს აქვს. ბეგას აქვს სიბნელის შიში, რაც ისეთ ჩვეულებრივი საქმე არის, შეიძლება ბავშვობის ტრავმა არის, შეიძლება თანდაყოლილი არის, შეიძლება ისა, შეიძლება ისა. მაგრამ ურამას გაბუნიას აქვს ძალიან საინტერესო შიში. ყეების შიში აქვს. გააჩნია, არ დაუკონკრეტებია ყოველ შემთხვევაში, როგორი ტყის შიში აქვს, იმიტომ რომ არსებობს ასეთი ტყეც, არსებობს ასეთი ტყეც. და მე ასეთ ტყეში შემსვლელი ნაღდად არ ვარ. აი, ამ ტყეში მე არ შევიდოდი. არასოდეს. ეს თუ ფობია არის, იყოს მეც მაქვს ამის ფობია. ოზის აქვს ტრეპანოფობია, ანუ ნემსების შიში და ნემსების შიში ალბათ ძალიან ბევრს აქვს. პანიკური შიში მაქვსო და ძალიან ცუდად ხვდები, ანუ პანიკაში და ერთ ამბებს ვარდები, როდესაც ნემსის გაკეთება მიწევს. მეც მქონდა ეგ სტადია, მაგრამ გადავლახე. ასე რომ თუ რაღაცას გადალახავ და ჩვეულებრივ შეგიძლია შეგუება, ჩემს ეს ფობია აღარ ეწოდება. თუ ეს ვიდეო ავა 4000 ლაიქზე, გადავიღებ ყველაზე უცნაურ ფობიებს. აი, დღეს ხო გავიგეთ ლოკოკინების ეშინია ზოგს ფარდების ეშინია. ერთ-ერთი უცნაური ფობია ზოგადად არის, რომ ადამიანებს გონიათ, რომ საიდანღაც უყურებს იხვი. ანატიდაეფობია ქვია ამას. აი ესე ძალიან ბევრი ფობია არის და თუ 4000 ლაიქზე ავალთ, ჩავწერ მეორე ნაწილსაც, ოღონდ იუთუბერებზე აღარ, ჩვეულებრივად, მოკვდავებზე. და 25 დეკემბერს გარდა შობისა, ვაქვს ძალიან მაგარი ამბავი ქართულ YouTube-ზე. სადაც მეც ვარ. ყველა გაიგებთ. აუცილებლად ყველა გაიგებთ. და თუ რა ამბავია? ჩემს ნებისმიერ სოციალურ ქსელს ადევნეთ თვალყურით ხოლმე. არხი გამოიწერეთ, კომენტი პოსტი უეჭველი დაიდება, ან Instagram-ს დამაფოლოვეთ, ან რაც გაგიხარდებათ. არხი აქამდე თუ არ გამოიწერეთ, მარტო ამ ინფორმაციის გამო არა. სხვა კარგ რაღაცებსაც ვაკეთებ ცხოვრებაში, ამიტომ თუ გამოიწერეთ, გამახარეთ. და $10 მილიონს მოიგებ ხვალ. მე ძაღლი დავით და მე მოტოციკლეს, ორივე ერთი ტიპი არის, რო იცოდეთ. აქვს თავისუფალი ვარდნის ფობია, ანუ ბასოფობია. და თავისუფალი ვარდნის ფობია, ვის არ აქვს? არ აქვს გიორგი დანელიას. გიორგი დანელიას, როდესაც მოიცემა შანსი, რომ გადახდეს საიდანღაც, უეჭველი ხდება. მაგრამ დავითა არა. ანუ შენ მე მეუბნები, რომ აქედან ადამიანს არ უნდა შეეშინდეს, გადახტოს აპარაშუტიც არ უნდა მქონდეს, აქედან როგორ უნდა გადავხდეს. ვასას ანგრიმენიდან აქვს ძალიან საინტერესო ფობია და მე მომანდო ეს საკითხი, რომ მეც გამაგებინე რამ ჭირსო. მოკლედ ასე აღწერს, რომ არ მაქვს კლაუსტროფობიაო, ანუ დახურული ვიწრო ადგილების შიში. ანუ შემიძლია ლიფტში გავძლო 3 დღეო, 4 დღეო და არაფერი დამემართოს. მაგრამო შახტაში რო ძვრებიანო, დაძვრებიან და ასე შემდეგო, მაგის შიში მაქო და შეიძლება რომ დავიბრიდოო რა. აი უეჭველი ვიცი რომ იქ დავიბრიდებიო რა და რისი შიშიაო ეგო და მაგას ქვია აფოფობია. როდესაც ძალიან ვიწრო ადგილზე ძალიან დიდი შანსია რომ გაიჭედო, შენი ტანის ზომაზე არის მთლიანად ეგ ადგილი და არანაირად არ შეგიძლია აქედან თავის დაღწევა. ანუ საშუალებაა რომ ვერც წინ წახვიდე, ვერც უკან, ვერც გვერდზე, ვერც იქით, ვერც აქეთ, ვერც ზევით, ვერც ქვევით და გაიჭედო. ამის შიშია ვასას. ამიტომ ვასას შეგაქვს ტაფოფობია. აწი გეცოდინება. კიდე ერთი ფაქტი რომელიც ცხოვრებაში არასოდეს დაგჭირდება. ლაშა გელაშუსაც აკროფობია აქვს, ანუ სიმაღლის შიში. მადლობა ყურადღებისთვის.
დღეისთვის. ასევე არის ჩერი, რომელმაც მითხრა რომ კლაუსტროფობია მაქვს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ გაძლო 24 საათი. ლიფტში თუ კლაუსტროფობია აქვს. ან ლიფტი არ იყო ძალიან დიდი. დაფიქრდით. ჩერი დამიწერე კომენტარებში. რას ნიშნავს ეს ყოველივე? დახურული სივრცეები არასდროს არ მიყვარდა რა და ანუ ძალიან რაღაცნაირი შეგიძლება ახლა რომ აი რაღაც ერთ ხუთში ვზივარ. კლაუსტროფობია გაქვს და ლიფტში იღებ ვიდეოს 24 საათიან ჩელენჯს. ვახო ბოლოთაშვილს და როგორც გავიგე מחარასაც აქვთ ხრელების შიში, ანუ ტრიფოფობია. მარტო ხრელები არა, ამობურცული ესე მრგვალი რაღაცები, თუნდაც ამობურცული იყოს, თუნდაც ჩაბურცული, მაგის შიში აქვს. აი, ასეთი რაღაცაა, ასეთ საზიზღრობის შიში აქვს. ეს მე მესაზიზღრება, მაგრამ შიში რომ ასეთი ზიზღს იწოდეს ჩემში, ეგეთი რაღაცა არ არის. პრობლემები რაღაცა არის ჩემში. მაგრამ ბიჭებო, წარმატებები ცხოვრებაში ღმერთმა არ განახოთ ხრელები. ხრელები ბევრი. ნო, სანუ ლუკა კალატოს აქვს სტომატოლოგების და საავადმყოფოების ფობია. ამას ქვია ლატროფობია, როდესაც ადამიანს ეშინია ექიმთან ვიზიტი, ან შემოწმება, ან ანალიზის ჩაბარება, ან ნებისმიერი რაც კი ასოცირდება საავადმყოფოსთან. ეგ ძალიან ბევრს აქვს სხვათა შორის და შენ დამიწერე, მაყურებელო, ჩემო მეგობარო, აქვს თუ არა შენ ექიმების შიში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს და რომელ იუთუბერს ემთხოვა შენი შიშები. მავანს აქვს მამალი მგლის შიში. ეს ასეთი კონკრეტული ან საინტერესო შიში არის და ბოლოს ცოდნის პორტალი ირაკლი კეკელია, ჯეომაინერი და კიდე სხვა სახელებით ცნობილი ბატონი ირაკლი კილოპოდოფობი. აქვს კილოპოდოფობი. აქვს კილოპოდოფობია. არ ვიცი სწორად ვთქვით, მაგრამ მე-4-ს დაზე ვთქვი. ასფეხას ფობია არის ეს, აი ამ საზიზღარი არსების. ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ უცნაური ფორმა აქვს, არაპროგნოზირებადი მოძრაობა აქვს, ძალიან ბევრი ფეხი აქვს და ჩვენი ტვინი აღიქვავს მას არასწორ არსებად. ანუ არ არის ჩვენი ტვინი შეჩვეული ასეთი რაღაცის ყურება. თქვენ ისი ფობია გაქვს მეგობრებო და თუ რამენაირად შევძელი ამ ვიდეოთი და თქვენში აღვაგიზგიზე ეს ფობიები დამიწერეთ კომენტარებში და დაწერეთ ასევე კომენტარებში ვის გადაეკვეთეთ, რომელ იუთუბერს გადაეკვეთეთ შიშებში და რა გაქვთ საერთო. იქნებ იპოვოთ თქვენი დაკარგული ძმა. არხი თუ არ ქონა გამოწერილი, გამოიწერე 4000 ლაიქზე გადავიღებთ უცნაურ ფობიებზე ვიდეოს. დაილოდეთ 25 დეკემბერს, არა მარტო შობას, არამედ კიდე ერთ ძალიან მაგარი ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გაგიხარდებათ. თქვენთან იყო ბენი და კარგად იყავით.